მოგესალმებით, Business Insider-ი უბრუნდება ეთერს, კვლავ განვაგრძობთ ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეების მიმოხილვას, გარკვეული პაუზის შემდგომ. ამ შემთხვევაში დღეს ჩვენ კვლავ საუბრობთ მიმდინარე პერიოდის აქტუალურ საკითხებზე, ცხადია მიმოვიხილავთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეკონომიკური თვალსაზრისით, საკმაოდ აქტიური კვირა, ბევრი საინტერესო სიახლით, ბევრი საინტერესო მონაცემით, თუმცა ამავდროულად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებზე, ყოველთვის Business Insider-ში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოსგან დამოუკიდებელ ფაქტორებზე, ფაქტორები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაზე სადღა ისე ახდენდეს გავლენას, რომ ცხადია აქ და მყისიერად ჩვენ ქვეყანაში ახლა ასე ვერ გრძნობდეთ. კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში მიმდინარე წლის განმავლობაში ჯერჯერობით კლების ტენდენციით გამოირჩევა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ნახეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მაჩვენებლების, სტატის მაჩვენებლები, ისე როგორც ჩვენ ნახეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდა, რომელიც კვლავ მაღალ ნიშნულზეა დაფიქსირებული და ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი არა მხოლოდ გასული წლის მონაცემით გვაქვს, არამედ მიმდინარე პერიოდში უკვე იანვრის მაჩვენებლები გვაქვს, სულ ცოტა ხანში რა თქმა უნდა გვექნება საერთო მაჩვენებლები ამ პერიოდამდე არსებული ვითარების, ანუ უახლეს განახლებულ მაჩვენებლებს ვამბობ, თუმცა კიდევ ერთხელ ადგილობრივი პროგნოზით, ისევე როგორც ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. თუმცა სწორედ აქ შემოდის ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, პირობითად ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, ვინაიდან ღია ეკონომიკის პირობებში ცალსახად მთელი რიგი ფაქტორები გავლენას ახდენს უკვე როგორც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ისე ინფლაციაზე, ისე ეროვნული ვალუტის კურსზე და ასე შემდეგ. თავარია ამ კუთხით დღეს და დღევანდელი ვითარებით სტაბილურობა ნარჩუნდება და ცხადია არანაირი საფუძველი პანიკის არ არის. ვინაიდან ჩვენს მიმოხილვებში ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკურდებოდით ვითარებას, რომელიც იყო დაკავშირებული ინვესტიციებთან და ინვესტიციების მაჩვენებელი გვაქვს მაღალი. ჩვენ ნახეთ ფულად განმორიცხებთან დაკავშირებული ვითარება, რომელიც გვაქვს ამ კუთხით სტაბილური. ჩვენ ხედავთ ექსპორტისგან სარეკორდო შემოსავლებს და ინვესტორთა დაინტერესებას, გაზრდილ დაინტერესებას ქვეყნისადმი, რაც ბუნებრივია ამ შემთხვევაში კურსის სტაბილურობას უზრუნველყოფს, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს, მაგრამ გადავიდეთ კვლავ იმ რისკ ფაქტორებზე, რომლებიც არსებობს და ცხადია, მუდმივად თვალს ვადევნებთ განსაკუთრებით ტურბულენტურ ვითარებას, რომელიც არაერთხელ მოხსენებია ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, სადაც ცალკეული სამხედრო ოპერაციის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტიც კი ხედავთ თუ როგორ გავლენას ახდენს ნავთობის გლობალურ ფასებზე, რომელსაც შემდგომ გადაცემის ეფექტი აქვს სხვა გლობალურ ფასებზე, სხვადასხვა პროდუქციის გლობალურ ფასებზე, რაც რისკს ქმნის გლობალური ინფლაციის. თუმცა ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ, რომელსაც შემდგომ უახლოეს გადაცემებში კიდევ უფრო დეტალურად შემოგთავაზებთ, მაგრამ მაინც ჩვენ ძალიან ყურადღებით მიმოვიხილეთ და გავეცანით უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის Galt and Taggart-ის კვლევას, რომელიც შეეხებოდა სწორედ ზემოქმედებას, ასე ვთქვათ, სწორედ კონფლიქტის, ამ ესკალაციის ირანი-ისრაელის პირობითად დაპირისპირების და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების პოტენციურ გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე და ძალიან საინტერესო მიგდებებია, რომელიც Galt and Taggart-ს აქვს ამ შემთხვევაში დაფიქსირებული. მნიშვნელოვანი ნაწილიც კი, ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჩვენ თუ შევხედავთ ამ ვითარებას და საბაზისო ხედვას, რომელიც შესაძლებელია იყოს, Galt and Taggart-ი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი და იმ სცენარში კი თუ კონფლიქტი ერთ თვეს გასტანს, ანუ დაახლოებით ერთი თვის მაჩვენებლებით, რაც ძალიან ახლოს არის, ვთქვათ, ამ შემთხვევაში რეალობასთან, 2026 წლის Galt and Taggart-ის მაღალი და ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%, მხოლოდ 0.2% პუნქტით შეიძლება შენელდეს და ინფლაციური ეფექტები დარჩება ზომიერი, უმეტესად გარდამავალი. ანუ Galt and Taggart-ს ამ კუთხით აქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები ამ თვალსაზრისით, ვინაიდან ის არ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე და ძალიან დეტალურად აქვს გაანალიზებული, მაგალითად ირანის ეკონომიკაზე, პირდაპირ დამოკიდებულება, ისევე როგორც ისრაელის შემთხვევაში, ისევე როგორც სპარსეთწყურის ქვეყნების ეკონომიკაზე, საქართველოს ეკონომიკის და მათი ეკონომიკების ასე ვთქვათ ურთიერთკავშირზე და ურთიერთ დამოკიდებულებაზე, ასევე Galt-ს საკმაოდ საინტერესო შეფასება გაკეთებული 2025 წელს ისრაელსა და ირანს შორის 12 დღიან კონფლიქტს საქართველოზე თვალსაჩინო მაკროეკონომიკური გავლენა
არ მოუხდენია. ბუნებრივია ამ საბაზისო სცენარიდან გამომდინარე ვითარება ოპტიმისტურია ამ კუთხით და კიდევ ერთხელ ჩვენ ამ ნაწილს და ამ მაჩვენებლებს ამ მიმოხილვას გალთის ამ ძალიან კვალიფიციურ ანალიზს ბუნებრივია ჩვენს უახლოეს გადაცემებში კიდევ უფრო დეტალურად შემოგთავაზებთ, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ საპანიკო ნაწილი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამ კუთხით ძალიან სწორად და ადეკვატურად პასუხობს შესაბამის გამოწვევებს. რა თქმა უნდა, გარდა ამ ნაწილისა, ჩვენ ასევე ავეცდებით გასული რამოდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, მიმდინარე ტენდენციებს, მათ შორის მინდა ვისაუბრო ძალიან საინტერესო ნაწილზე, რომელიც სხვათა შორის ერთი შეხედვით და თავდაპირველ წარმოდგენასადნობელია არ იყო ბიზნეს მიმართულებასთან პირდაპირ ჭრილში, თუმცა დღეს მაგალითად არ ვიცი, ალბათ ძალიან ბევრ ჩვენგანს ვერანაირი ფორმით ვეღარ წარმოუდგენია, ან განყენებულად ვეღარ ახსენებს ბიზნეს და იუსტიციის სახლს. იუსტიციის სახლების პროექტი, რომელიც მართლაც ძალიან პოზიტიურად ფართოვდება, ძალიან პოზიტიური დინამიკაა, რაც თავარია ემატება სერვისები, რომელიც მუდმივად უქმნის დამატებით კომფორტს და უზოგავს დროს, არა მხოლოდ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ ამ შემთხვევაში ბიზნეს კომპანიებს, ყველა ტიპის ბიზნეს კომპანიებს, მცირე, საშუალო, მსხვილ ბიზნესს და არაერთი საინტერესო სერვისით გვანებიურებს ამ შემთხვევაში ჩვენ იუსტიციის სახლი და ახლაც მინდა ვისაუბრო ერთ ნაწილზე, ასევე რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ იუსტიციის სახლის მორიგი გახსნის ნაწილი ხელვაჩაულში იუსტიციის სახლის 127 ფილიალი გაიხსნა ხელვაჩაულის მოსახლეობას ამერიდან სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისის მიღება თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობაში იუსტიციის სახლში დანერგილი მაღალი სტანდარტებით შეეძლებათ იუსტიციის სახლის 127 ფილიალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ყობახიძემ იუსტიციის მინისტრმა ბატონმა პალატა სალიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ბატონმა ვახტანგ გრონიამ საზეიმოდ ახსეს სხვა შორის საინტერესო როცა ჩვენ დასაქმებაზე ვსაუბრობთ ხოლმე ხელვაჩაულის იუსტიციის სახლის საკადრო რესურსი სრულად ადგილობრივი მოსახლეობით იქნება დაკომპლექტებული. აჭარის რეგიონს ამჟამად იუსტიციის სახლის 9 ფილიალი ემსახურება, მათ შორის ქალაქ ბათუმში უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის 2 ფილიალი, ისევე როგორც არის განთავსებული იუსტიციის სახლის ფილიალები ქობულეთში, ჩაქვში, ხაისტეთში, შუახევში, ქედასა და ხულოში. აჭარაში ასევე ფუნქციონირებს მობილური იუსტიციის სახლის ინოვაციური პროექტი, რომელიც ამ დროისთვის უკვე მომსახურა აჭარის რეგიონში მდებარე ათეულობით სოფლის 10,000-ზე მეტ მცხოვრებს. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ტენდენცია აქვს ამ კუთხით იუსტიციის სახლს, საკმაოდ საინტერესო დინამიკა და ჩვენ ვახსენეთ გახსნა სწორედ 127 ფილიალის და ეხლა ჩვენ შეგვიძლია საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ასევე რა თქმა უნდა იუსტიციის მინისტრს მოусმინოთ ამ წელში შეფასება. მოსულ ადამიანებს, ადგილობრივებს თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს ექნებათ საშუალება თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლესი სტანდარტების სერვისების პირობებში მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც უზრუნველყოფს იუსტიციის სახლი. ძალიან დიდია აჭარაში იუსტიციის სახლის სერვისებზე მოთხოვნა, ყოველდღიურად ამ სერვისებით 700,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. რეგიონში მუშაობს ასევე, როგორც სხვა რეგიონებში, მობილური იუსტიციის სახლიც, რომელსაც რეგიონის ათეულობით სოფელში მომსახურება უშუალოდ ადგილზე მიაქვს. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ სერვისები, სახელმწიფო სერვისები, რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან და ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს იუსტიციის სახლი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს უკვე იუსტიციის სახლი არის ხელმისაწვდომი 127 მისამართზე და იუსტიციის სახლები ყოველდღიურად 20,000-ზე მეტ ადამიანს ემსახურებიან. გრძელდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა, სულ მალე რამდენიმე ქალაქში დასახლებაში გავხსნით ახალ სივრცეებს, რითაც ფილიალების საერთო რაოდენობა ჯამში 132-მდე გაიზრდება. ჩვენი მიზანია მუდმივად გაუმჯობესოთ, კიდევ უფრო გაუმჯობესოთ მომსახურების სტანდარტები. დღეისათვის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია 500-მდე მომსახურება
და დაგეგმილია უახლოეს მომავალში ამ რაოდენობის გაორმაგება, რაც რა თქმა უნდა გასდის ზოგადად ჩვენი მოქალაქეების წვდომას, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მომსახურებაზე. ამასთან ერთად ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და უკვე აქტიურად იგეგმება ასევე იუსტიციის სახლის პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ სახელმწიფო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. მოქალაქეთა მაღალხარისხიანი მომსახურება, მათ საჭიროებებზე ზრუნვა იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. წლების განმავლობაში იუსტიციის სახლი იქცა და ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო სერვისების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მასშტაბური ჰაბი. თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე. იუსტიციის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მომსახურების მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე, რათა საზოგადოებას შესთავაზოს კიდევ უფრო თანამედროვე და ეფექტიანი სერვისები. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია, მნიშვნელოვანი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, კიდევ უფრო ახლოს მოსახლეობასთან, რა თქმა უნდა, იუსტიციის სახლები და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ ჯვანია ცხადია ამ ღონისძიებაზე იყო, თუმცა მისი კომენტარის მოსმენაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ლაივში კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ დავპატიჟეთ დღეს თუ ბატონი ვახტანგი, მოგესალმებით. მადლობას გიხდით მობრძანებისათვის, Business Insider-ში, მაესტროში სტუმრობისათვის და რა თქმა უნდა ბევრი საკითხია თქვენთან, როგორც ყოველთვის საინტერესოდ განსახილველი, დინამიური, ჩვენ სხვადასხვა პლატფორმებზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა იმდენად აქტიურია იუსტიციის სახლი, რომ შეგვიძლია მუდმივად აქტიურად ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში ხელვა ჩაულითმი და დავიწყო პირველ რიგში 127 ფილიალი და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი აქტიური გასვლა, ასე დაახლოება განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობისთვის. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ნამდვილად სწორი აქცენტები იყო დასმული, 127 ფილიალი, რომელიც ხელვაჩაურში გაიხსნა. კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ყოველი, ასე ვთქვათ, აქტივობით გვაქვს ერთადერთი მიზანი, ეს მიზანი არის, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მოქალაქესთან და ამ ახლოს მისვლასთან ერთად მათ შევთავაზოთ კომფორტულ გარემოში ის სერვისი, რომელთა რაოდენობაც 500-ზე მეტია ამ მომენტისთვის. და ამ კომფორტულ გარემოში, რა თქმა უნდა, იგულისხმება პირველ რიგში ხარისხი და ის, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც მოქალაქესთან მიმართებაში განახორციელებს იუსტიციის სახლის თანამშრომელი, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელზე ორიენტირებული. ანუ ჩვენი არსებობის მიზანით სწორედ ის გახლავთ, რომ ადამიანი, რომელიც იუსტიციის სახლში შემოვა, მან მიიღოს სრული სერვისი, სრულად დაიკმაყოფილოს ის სურვილი, რომელიც მას გააჩნია და ბუნებრივია ყველაზე მთავარი დარჩეს კმაყოფილი. კი ბატონო, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ისიც, რომ სახელმწიფოს ამ დონეზე აქვს ხაზგასმული იუსტიციის სახლების მნიშვნელობა და პრემიერ-მინისტრის ღონისძიებაში მონაწილეობა ცხადია სწორედ ამისი დასტურია მინისტრთან ერთად რა თქმა უნდა. მთლიანობაში რომ ვთქვათ 127 ვახსენეთ, თუმცა ვიცი რომ ეს არის ეს არ არის ბოლო ციფრი, რაზეც ვსაუბრობთ და მალე სხვა ციფრებსაც ვიტყვით. ამ კუთხით თუ შეგვიძლია გითხრათ თქვენი გეგმები და პრიორიტეტები მიმდინარე წელს, ჯერ კიდევ ბევრი დრო გვაქვს წლის ბოლომდე. კი ბატონო, რეალურად იქიდან გამომდინარე, რომ შესავალ ნაწილშიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყველასთან ვიყოთ ახლოს და ახლოს ყოფნაში მხოლოდ და მხოლოდ ის არის გულისხმება, რომ ავაშენოთ იუსტიციის სახლი და გავხსნათ. ნაწილობრივ ჩვენ წარმოდგენილები ვართ მობილური იუსტიციის სახლებითაც, რომელიც ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია იუსტიციის სახლისა. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს რამოდენიმე მიმდინარე მშენებლობა, გამოვარჩევდი განსაკუთრებით მცხეთას, იმიტომ რომ მცხეთაში ვაშენებთ, ასე ვთქვათ, დიდი იუსტიციის სახლს, რადგან ვიცით, რომ რაოდენობა მომხმარებლისა, რა თქმა უნდა, დიდია მცხეთაში. ასევე იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ახმეტაში, მიმდინარეობს ზოჩში და ჭალაში. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმაზე, რომ მობილური იუსტიციის სახლების პროექტიც გავაძლიეროთ, მათი რაოდენობა გავზარდოთ. ამ მომენტისთვის 20-მდე მობილური
ადგილობრივი იუსტიციის სახლი ოპერირებს მთელ საქართველოში და თქვენ სწორად გაუსვით ხაზი თუნდაც პრემიერ-მინისტრის ჩართულობას გახსნის ღონისძიებაში. ის პროცესები, რაც იუსტიციის სახლში მიმდინარეობს დღეს, ბუნებრივია გამომდინარეობს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების მითითებიდან და ძირითადი პოლიტიკის მთავარი არსი სწორედ ის არის, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნოთ მოქალაქეზე. ყველაფერი, რაც კეთდება, რა პროექტებიც იგეგმება და ხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს ორიენტირებული საქართველოს მოქალაქეზე. კი ბატონო, აბსოლუტურად ამ ნაწილს მართლაც გრძნობ საქართველოს თითოეული მოქალაქე, იმიტომ მართლა ჩვენთვის კომფორტია ამ ნაწილში თქვენი სერვისი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ თქვენ შემთხვევაში ხშირად ხედავთ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას და თანამედროვე გადაწყვეტების დანერგვას. ამ მიმართულებით სულ გვაქვს სიახლეები, რა დაიგეგმა და რა იგეგმება უახლოეს პერიოდში. ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნა იმითაც იყო საყურადღებო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველად გაუსვა ხაზი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აუცილებლობას იუსტიციის სახლებში. ეს ის მიმართულებაა, რომელზეც იუსტიციის სახლი უკვე ბოლო პერიოდია მუშაობს აქტიურად. ჩვენ ტესტავთ სატესტო რეჟიმში ვამუშავებთ რამოდენიმე მიმართულებას, რითაც გვინდა რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ და განსაკუთრებით თვითმომსახურებების სივრცეების განვითარება გვინდა. შარშანდელ სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, აღმოაჩენთ რომ 6 მილიონამდე ადამიანს უმასპინძლეთ. აქედან გამომდინარე თვითმომსახურებების სივრცეების განვითარება მოგცემს შესაძლებლობას, რომ ნაკადები კიდევ უფრო კარგად ვაკონტროლოთ, ასე ვთქვათ, და რეალურად იმ მოქალაქეებს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ეს ტექნოლოგიები, მან თვითონ მიიღოს სერვისი. კი, რა თქმა უნდა, თვითმოსახლეობის ნაწილი ბევრისთვის მარტივია, იმიტომ რომ 6 მილიონი როდესაც ვსაუბრობთ, ხო ხა წარმოვიდგინეთ, ხო ძალიან დიდ ციფრზე ვსაუბრობთ და რამდენადაც და ძალიან კეთილგანწყობილი ასე ვთქვათ, თანამშრომლები იყავთ, მიუხედავად ამისა, ხშირად მაინც არის გარკვეულ პერიოდში პიკებშიც კი, ვთქვათ, რაღაცა ტექნიკურად რთულია მომსახურება. თვითმომსახურების სივრცე მე მგონი ამას ძალიან გაამარტივებს ამ კუთხით. კი, ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობთ. მეორე ძირითადი მიმართულება ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ჩვენ ხელოვნური ინტელექტი პირველ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მალე გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს ჩატის ნაწილში, ასევე სატელეფონო ცენტრის მუშაობის ნაწილში, რაზეც თითქმის უკვე დასრულებული გვაქვს სამუშაო პროცესი. ასე რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი არის იუსტიციის სახლების ხვალინდელი დღე, რათა ბევრად უფრო სწრაფი იყოს სერვისი ჩვენთან და ბუნებრივია ხარისხი შევინარჩუნოთ. კი ბატონო, მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილია ამ კუთხით და ასევე მინდა ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე გამოვახულო ყურადღება. ძალიან საინტერესო იყო კაპიტან თამარ ჟოდელავა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ჩვენთან ინტერვიუს დროს შემოსავლების სამსახურში ახალი სერვისების დანერგვაზე, შემოსავლების სამსახურის სერვისების დანერგვაზე, უფრო ზუსტად რო ვთქვა, იუსტიციის სახლში. მართლაც შემოსავლების სამსახურის სერვისები იუსტიციის სახლში, ხო, სიახლეა ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაწილია და შეიძლება ითქვას მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის რაღაცა განსაკუთრებულია, ხომ? ჩვენ წარმოგვედგინა რომ მხოლოდ შემოსავლების სამსახურში შეგვეძლო გარკვეული სერვისების მიღება. ახლა უკვე ეს ნაწილი გადმონაცვლებულია რაღაცა ფორმით იუსტიციის. უფრო ზუსტად რო გითხრათ. კი ბატონო, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. მინდა გითხრათ, რომ შემოსავლების სამსახურის ინიციატივით ბატონი დაჩი გახდათ ამ ინიციატივის ავტორი. იუსტიციის სახლსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გახდა საწინდარი იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის 500 სერვისი ეტაპობრივად ინტეგრირდება იუსტიციის სახლებში. პირველ ეტაპზე მოხდება 86 სერვისის ინტეგრაცია, რაც ყველაზე ასე ვთქვათ პოპულარული სერვისებია შემოსავლების სამსახურისა და საბოლოო ჯამში ამის ბოლო წერტილი იქნება ის, რომ იუსტიციის სახლებში სერვისების რაოდენობა გაორმაგდება, გახდება 1000-ზე მეტი.
რაც ავტომატურად ზდის იუსტიციის სახლის დატვირთვას და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, იმიტომ რომ ბუნებრივია ამ დატვირთვას იუსტიციის სახლმა უნდა გასცეს შესაბამისი პასუხი. კი ბატონო, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ახლა სერვისების და დატვირთვას და სიწევს მით უმეტესად მნიშვნელოვანი სერვისის, როგორც შემოსავლების სამსახურის აი ამ სერვისების ნაწილია. ძალიან კარგია ბატონო დაჩეს ინიციატივა და თქვენი შეთანხმება ამ ნაწილში. მით უმეტეს როცა თქვენთვის ბიზნეს სერვისები არ არის უცხო ამ კუთხით, მხოლოდ მოქალაქეების ნაწილით რომ ერთი წუთით გავწიოთ, ასე ვთქვათ, ბიზნესის მიმართულება არ არის თქვენთვის უცხო, უფრო მეტი ძალიან საინტერესო პროექტზე მინდა გითხოს ბიზნეს ასისტენტის პროექტთან დაკავშირებით. როგორია ზოგადად მისი როლი ბიზნეს ასისტენტის როლი ბიზნეს მხარდაჭერის კუთხით და რა ვითარება გვაქვს დღეს აი დანერგვიდან აი ამ პერიოდამდე დაინტერესების დინამიკის კუთხით? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა. პირველი რითაც მინდა დავიწყო ამ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ იუსტიციის სახლი არის ის დაწესებულება, რომელსაც ძალიან აქტიური კომუნიკაცია აქვს ბიზნესთან და ჩვენ არაერთ შეხვედრა დაგვიორგანიზებია, სადაც ხდება განხილვა იმ საკითხების, რაც აწუხებს ბიზნესს. ბუნებრივია ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის დრო. აქედან გამომდინარეც გაჩნდა ბიზნეს ასისტენტის პროექტის არსებობის საჭიროება. ჩვენ პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში, ეხლა უკვე ჩაუშვით ეს პროექტი. რამოდენიმე ათეული კომპანია არის ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და დაინტერესდა თავიდანვე და ჩაერთო. მათგან, რა თქმა უნდა, გვაქვს უკუკავშირი და ამ უკუკავშირის საფუძველზე ხდება ამ პროექტის, რა თქმა უნდა, დახვეწა და სრულყოფა. მაგრამ ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროექტმა გაამართლა, იმიტომ რომ ორიენტირებულია ბიზნესის ინტერესების დაცვაზე. უზოგავს დროს და აძლევს ყველანაირ შესაძლებლობას იმისა, რომ ძალიან მარტივად კონდეს წვდომა იმ სერვისებზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში. ბუნებრივია ეს არ გახლავთ ბოლო წერტილი ჩვენი ამ მიმართულებით განვითარებისა. უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, დაიგეგმება სხვა შეხვედრები ბიზნესთან, იქ იქნება განხილული თუნდაც ბიზნეს ასისტენტის პროექტი და ასევე სხვა საჭიროებებზე გვექნება საუბარი და ბუნებრივია ამის საფუძველზე იუსტიციის სახლი გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს. კი ბატონო, დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესთან დიალოგის საფუძველზე ბევრი ნაბიჯი იქნება დამატებით გადადგმული, თუმცა მანამდე აუცილებლად მინდა გითხოთ მომსახურების პაკეტების შესახებ, რომელსაც იუსტიციის სახლი ახლად თავაზობს ბიზნესს, თუ შეგიძლიათ რომ ამ ნაწილზე კი ბატონო, როცა ვსაუბრობთ ბიზნეს ასისტენტის პროექტზე და იმ პაკეტებზე, რომელსაც ჩვენ ბიზნესს ვთავაზობთ, აქ რამოდენიმე მიმართულება ჩამოგვიყალიბდა, ასე ვთქვათ, და ეს მიმართულებები ჩამოყალიბდა მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე. ბიზნეს, რომელიც ეხლა იწყებს ოპერირებას, მას შეუძლია თუნდაც აიღოს სამთვიანი პაკეტი, დაასრულოს ყველა ის ძირითადი ოპერაცია, რომელიც სტარტაპისთვის არის საჭირო და ვთქვათ, მე უკვე დამოუკიდებლად გააგრძელოს ოპერირება, იმიტომ რომ ბიზნეს თავისუფლად შეუძლია ისარგებლოს იუსტიციის სახლებით და იქ მიიღოს ყველა სერვისი. ასევე არსებობს 6-თვიანი პაკეტი ბიზნესისთვის, რომელიც შედარებით უფრო ხანგრძლივია, ბევრად უფრო დატვირთულია იმ აქტივობებით, რომელსაც თავაზობს მას იუსტიციის სახლი და ყველაზე ისეთი ასე ვთქვათ, მსხვილი პაკეტი, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ბიზნესს, ეს არის ერთწლიანი პაკეტი, რომელიც თავის თავში აერთიანებს თუნდაც ისეთ მომსახურებას, როგორც არის ადგილზე გასვლის მომსახურება, ანუ ბიზნეს არ ჭირდება იუსტიციის სახლში შესაბამის სივრცეში მოსვლა, მას შეუძლია თავისი ასე ვთქვათ, ასისტენტი, რომელიც მასია მიმაგრებული, დაიბაროს მასთან ოფისში და იქ გააკეთოს განაცხადი. ასე რომ ამ პროექტის და ამ პაკეტების არსებობის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ვამყოფოთ ბიზნესს, იმიტომ რომ სერვისი, რომელიც დაკავშირებულია თუნდაც საჯარო რეესტრის მიმართულებასთან, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბუნებრივია ამ სერვისებზე წვდომა და მარტივი წვდომა ბუნებრივია ბიზნეს ხელს უწყობს განვითარებაში. კი ბატონო, და ამ კუთხით მნიშვნელოვანია მართლაც იგივე დროში განაწილებული პაკეტები, მართლაც ყოველთვის მორგებადია შეიძლება ასე თქვას. ეს ნაწილი კვლავ ბიზნესთან დაკავშირებით მინდა ვიტრიალო ამ ჭრილში და კიდევ უფრო კითხოთ, თქვენ გარკვეულად ახსენეთ ბიზნესთან დიალოგის შემდგომ ჩამოყალიბებულ თანამშრომლობამ, მაინც მინდა კითხოთ გეგმებზე ბიზნესთან მიმართებაში და განსაკუთრებით ასევე მინდა აღვნიშნოთ და ხაზი გავუსვა რეგიონულ ბიზნესთან დაკავშირებით, ნედან თქვენ საკმაოდ აქტიურად ხართ გასული ყველგან, როგორც თქვენ დასაწყისშივე ვისაუბრეთ. ერთი რაც მინდა გითხრათ, რომ ეს რეგულარული შეხვედრები ბიზნესთან ბუნებრივია გაგრძელდება და მათ საჭიროებების კვლევა ამ მიმართულებით ჩვენ გვყავს რამოდენიმე თანამშრომელი, რომელიც
აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ამ ანალიტიკურ დოკუმენტს ამზადებს და საჭიროებიდან გამომდინარე უკვე შეხვედრების დაორგანიზებაც მარტივია. რაც შეეხება ბიზნეს და რეგიონებს და იუსტიციის სახლის ჩართულობას ამ მიმართულებით, პირველი რასაც მინდა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, ის რომ მაგალითისთვის ბიზნეს ასისტენტის პროექტი ამ მომენტისთვის მარტო თბილისში არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს მთელ საქართველოში არ აქვს წდომა იმ სერვისებზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლებში, ჩვეულებრივად ისინი მიბრძანდებიან იუსტიციის სახლში და ყველანაირ სერვისს მიიღებენ. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიზნეს ასისტენტის პროექტი შეიძლება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და დაფაროს საქართველოს სხვა რეგიონები და ეს დამოკიდებულია იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიზნესი ბევრად უფრო აქტიურია, ამიტომ შეიძლება შემდეგი ნაბიჯი იყოს თუნდაც აჭარის რეგიონში ბიზნეს ასისტენტის პროექტის გაფართოება და შემდგომში უკვე სხვა მსხვილ ქალაქებში. ასე რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ რა ვიცი გვესმის ბიზნესის საჭიროებები, გვაქვს მათთან კომუნიკაცია და ბუნებრივია საჭიროებიდან გამომდინარე ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ როგორც თბილისში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით სრულად უზრუნველყოთ ბიზნესის საჭირო სერვისებით. კი ბატონო, და თქვენ რომ გესვით ბიზნესს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბიზნესს ძალიან ჭირდება თქვენი სერვისები, ნამდვილად მით უმეტეს რეგიონებში და ძალიან კარგია, როდესაც მართლა ასე ახლოს მიდიხართ მათ შორის ბიზნესთან. ვინაიდან განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამ სერვისების სწრაფი ოპერატიული მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და აუცილებლად მინდა გითხოთ ბოლოს თქვენი საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. ცხადია, ყველას გვაინტერესებს ამ კუთხით, როგორ მიდის თქვენი თანამშრომლობის დინამიკა. კი ბატონო. როცა ზოგადად საერთაშორისო მიმართულებაზე ვსაუბრობთ, პირველი რაც მინდა რომ ყველამ გააცნობიეროს, არის ის, რომ იუსტიციის სახლი იმდენად უნიკალური პროექტია, რომ მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ამიტომ ძალიან ბევრ ქვეყანას აინტერესებს ის სპეციფიკა, რა სპეციფიკითაც მუშაობს იუსტიციის სახლები და ამიტომაც ჩვენ სპეციალური ტურიც კი გვაქვს მოწყობილი უცხოელებისთვის და ამ ტურში ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია ერთვება ხოლმე. და რა თქმა უნდა ინტერესი ძალიან დიდია, თუნდაც იმ პრინციპებთან მიმართებაში, რა პრინციპებითაც მუშაობს საქართველოში იუსტიციის სახლები. ზოგადად ამ პროექტის და იუსტიციის სახლის მნიშვნელობაზე მეტყველებს ასევე ის, რომ გაეროს სერვისების ფორუმი 2026 წელს ჩატარდება თბილისში და ჩვენ დაახლოებით 500-მდე სტუმარი გვეყოლება, რომელსაც ექნება შესაძლებლობა და ბუნებრივია ეს ჩვენი შესაძლებლობაც არის კარგად აუხსნათ და სრული ინფორმაცია მივაწოდოთ იუსტიციის სახლებზე, როგორც განსაკუთრებულ და გამორჩეულ პროექტზე და სწორედ ამ ნაწილში გვინდა კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ საინტერესო პროექტები შევთავაზოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, თუნდაც ტექნოლოგიების კუთხით, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით და კარგად გვინდა დავანახოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის მოქალაქე და რამდენად ზრუნავს სახელმწიფო მოქალაქეებზე და ამის საფუძველი იქნება ის, რომ ჩვენ აუხსნით თუ რამდენ ადგილას ვოპერირებთ. იმ წერტილებში, სადაც ვთქვათ მოსახლეობის რაოდენობა არ არის დიდი, რა როლს ასრულებს მობილური იუსტიციის სახლები. თუნდაც ის, რომ ჩვენ პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილი გვაქვს და ვხსნით იუსტიციის სახლებს. ასე რომ, თუნდაც პენიტენციური დაწესებულებების ნაწილში იუსტიციის სახლების არსებობა ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის ანალოგით მსოფლიოში არ შეგვხვდებათ. ასე რომ, ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენთან იდგმება და ზოგადად იუსტიციის სამინისტროს და ზოგადად მთავრობის პოლიტიკა და ძირითადი არსი და მიზანი გახლავთ ის, რომ მოქალაქე ყოველთვის იყოს კმაყოფილი და ნებისმიერი გადაწყვეტილება ორიენტირებული იყოს მოქალაქეზე და მის ინტერესებზე. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ აგერ შეთუ გავაუცოთ მართლა ჩვენი სურვილი, მე დარწმუნებული ვარ, რომ გავაუცეთ ჩვენ სტუმრებს იმ სერვისებით, რომელიც იუსტიციის სახლს აქვს და ამასობაში მოვინიშნე რამოდენიმე თემა, რაც ჩვენ მოგვიწევს ჩვენს პლატფორმებზე საუბარი და დიდი სიამოვნებით ამ საკითხებზე გთხოვთ, რომ შემდგომ თემებზეც აქტიური კომუნიკაცია გქონდეს თქვენთან. პირიქით, ძალიან მიხარია მეც, იმიტომ რომ არაერთხელ მოგვიწია იუსტიციის სახლებზე საუბარი, ეს ორი რამის მანიშნებელია, ერთი რომ ჩვენ სწორი გზით ვითარდებით და მეორე თქვენ არც ერთი გადადგმული ნაბიჯი არ გამოგეპარათ და ყველაფერზე ყურადღება გაამახვილეთ. ასე რომ მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ. კიდევ ერთხელ დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია, თუმცა რა თქმა უნდა ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარ სიახლეებს თქვენ შეგიძლიათ გაერცნოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr მაგალითად
Business Insider-ზე დღეს ასევე ნახავთ, რომ ჩვენი Business Insider-ის კანონით თანახმად საინტერესო თემა გველის, ეს არის დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თუ ნომინალური ხელფასის გამოქვეყნება, ალბათ ძალიან მალე რამდენიმე საათში SAC-STAT-ის მიერ, რომლის შესახებაც ჩვენ ცხადია უკვე ხვალინდელ გადაცემაში კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენთ. მე ტრადიციულად ხვალამდე გემშვიდობებით.